მოგესალმებით მეგობრებო, ჩემი საავტორო გადაცემა დღეს სპეციალური გადაცემით დაგიბრუნდა და ეს სპეციალური გადაცემა იქნება გენერალური პროკურატურის მისაღებიდან და როდესაც ასეთი საჭიროება დგება გენერალური პროკურატურის მისაღებში ჩაიწეროს გადაცემა, არის ამის აუცილებლობა, იმიტომ რომ არის ისეთი დოკუმენტაცია და ისეთი მასალები, რომელიც გენერალურ პროკურატურასთვის უნდა იყოს ცნობილი და გამოძიების ფარგლებში ეს მასალები იქნება მნიშვნელოვანი. საქმე გვაქვს პარლამენტის სახელმწიფო კომისიაში მიმდინარე სპეციალურ გამოძიებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რა დანაშაულები იქნა ჩადენილი 2003-2012 წლებში ნაციონალური მედროობის ხელისუფლების მიერ და ეს დანაშაულები აქამდე უკვე 13 წელიწადი გავიდა 14 წელიწადი ვიდის და აქამდე დიდი ხნის გამოძიებული უნდა ყოფილიყო, დიდი ხნის დამთავრებული უნდა ყოფილიყო, დიდი ხნის დაშლილები უნდა ყოფილიყვნენ შესაბამისად დანაშაულში მონაწილეები, მაგრამ ქართული ხელისუფლების მიერ დაშვებულმა უდიდესმა შეცდომამ 2013 წელს კოჰაბიტაციის სახით უიტანა ის უარყოფითი შედეგი, რომ დღესაც იგივე წესზე ვტრიალებთ და იგივეს ვამბობთ, რომ ანუ ჩვენ უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა რეალურად. ქართული ხელისუფლება უღალატა ხალხს 2013 წელს და სამართლიანობის აღდგენის დაცვად შეეკრა ნაცნობრაობის დროინდელ დანაშაულებულ რეჟიმს და ამ ყველაფერმა მოგვიტანა უარყოფითი შედეგი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს 13 წელიწადი გავიდა და ეს შედეგი არ დადგა და დაბნიანდა, მე მაინც როგორც ქართული ოცნების თავის დროზე 2012 წელს დამფუძნებელი და არა მარტო დამფუძნებელი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი, რომელმაც ჩემ მეგობრებთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვება მოუტანეთ ქვეყანას და დავამარცხეთ ნაციონალური რეჟიმი, ჩემ მეგობრებთან ერთად იდუბეში ვიყავი წარმომადგენელი და მე მახსოვს როგორი სიკვდილის საფრთხის წინაშე მიდექი, იმიტომ რომ პირადად დათაახალაია და ნაცრეჟიმი მემუქრებოდა, რომ მეორე დღეს ბოლოს მომიდებდნენ, მომკლავდნენ, დამარხავდნენ, მაგრამ თვითშეწირებით გადავჭით, გავიმარჯვეთ, მაგრამ ქართულ მოსახლეობამ გადავაყო ჩვენს და გადააგდო ქართული ხალხს. ამის მიუხედავად მე მაინც ვცდილობ შევიწყო ხელი და გავუწიო დახმარება ქართული ოცნების ხელისუფლებას და ერთ-ერთი ასეთი დახმარება არის აგერჩევსვე წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება ქართული ოცნების დღევანდელი საპარლამენტო კომისიის მიერ მიმდინარე გამოძიებას და გამოძიების ფარგლებში იყო წარმოდგენილი საქართველოს უნივერსიტეტის, ანუ გიორგი ალასანიას უნივერსიტეტის მიერ პირველად პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გადაცემული მილიონური ღირებულების ქონება და ეს ქონება შენხარ ჩემი ბატონი წარმოდგენილი ააგებ საქართველოს უნივერსიტეტი არის 20-50-137 ეს არის საიდენტიფიკაციო კოდი, დამფუძნებლები ბრძანდებიან პრეზიდენტი ქალბატონი გიორგი ალასანია და მანანა სანაძე და მოწილე ბრძანდებიან ქალბატონი გიორგი ალასანია, მანანა სანაძე და ნიკოლოზი ალასანია, იგივე ნიკოლას ალასანია. მოცემული დოკუმენტის მიხედვით ნიკოლას ალასანია არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე და მოცემული დოკუმენტების მიხედვით კრედიტორი, ანუ საქართველოს უნივერსიტეტის რეალური დამფუძნებელი არის ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებული ეგრეთ წოდებული USAID, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია. ანუ ჩვენ მივიღეთ ასეთი შედეგი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საფინანსო კორპორაცია, ანუ USAID აფინანსებდა საქართველოს უნივერსიტეტს და ამის წარმომადგენელი საქართველოში ამ დაფინანსებას ღებულობდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თემური ალასანიას უშიშროების გენერლის შვილი ნიკოლოზი, იგივე ნიკოლას ალასანია. ეს არის დოკუმენტი. ამ დოკუმენტის მიხედვით შეუძლია პროკურატურას გაყრეს ამ ხაზს, თუ როგორ შემოდიოდა ამ USAID-ის ხელი
მილიონობით დოლარი საქართველოს უნივერსიტეტში და შემდეგ ეს მილიონობით დოლარი როგორ ხმარდებოდა 2012 წლიდან მოყოლებული არეულობის მოწყობას, აგენტურის დაქირავებას, ახალგაზრდების პირის გამორიცხვას და სახელმწიფო გადატრიალების არაერთ მცდელობას. თუ უნდათ გამოძიება, გამოიწვიონ. მე დავაწყოთ ახლა ძირითად დოკუმენტებს, სადაც დასრულდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისივე დედას დანაშაულებრივი გზით გადასცა თბილისის ცენტრში, კოსტავას ქუჩა 77-ში მდებარე 9273 კვადრატი, თითქმის 1 ჰექტარი, 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროს დაავალა და 2008 წელს ზუსტად ომის დროს, აი დოკუმენტი მიჭირავს, სადაც ერთი სამონაწილე აქ მტყუარობა დაუშვებელია, ომის დროს გადასცეს და მისცეს ეს ამხელა მიწის ნაკვეთი იული ალასანიას. ზუსტად ასევე ომის დროს 2007 წელს მოამზადეს და 2008 წელს გადაუფორმეს საქართველოს უნივერსიტეტს გადაუფორმეს იმავე მისამართზე კოსტავას 77 კაში მდებარე შენობა ნაგებობა 877 კვადრატი, ანუ ერთი კორპუსი მთლიანად. ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა ნაგებობა. ზუსტად იმავე დროს 2007-2008 წლებში საქართველოს უნივერსიტეტს გადაუფორმეს კოსტავას ქუჩა 77 კაში მდებარე 751 კვადრატი შენობა ნაგებობა, ჩამოთვლილია შენობა ნაგებობების ფართი პირველი მეორე შენობა ნაგებობა, საერთო ფართი მიწის ნაკვეთი 2858 კვადრატი. ესეც გამოვიდა 1 ჰექტარზე მეტი. ეხლა წარმოგიდგენთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტს 2010-2011 წლებში პირდაპირ წესით $1 გადასცეს კოსტავას ქუჩა 77-ში მდებარე 5059 კვადრატი, ნახევარი ჰექტარზე მეტი. ესეც მიშას დავალებით პირდაპირ. და ახლა ჩვენ რა გავაგზავნოთ, ჩვენ მოგვიწევს დიდი, ძალიან დიდი ხნით ამაზე საუბარი და მე არ გავაგზავნებ ამ უშუალოდ იმის ჩამოთვლას, ამონაწერების ჩამოთვლას, ერთ ვიტყვი, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ქონებების შესწავლით დავაძმუნდი, რომ საქართველოს უნივერსიტეტს თვითონ ორგანიზაციას. ეხლა დამფუძნებლებს რა აქვს ეს აგერა ის, მაგრამ თვითონ ორგანიზაციას იქიდან მოყოლებული უკვე 2015 წლამდე აღარ არის, ესე იგი, რომ ნაციონალური მოძრაობა გავაკეთეთ ხელისუფლებიდან 2015 წლამდე აღარ არის აქტივობები ქონების დაგროვების და 2015 წლის სახით განახლდა ქონების დაგროვებები და მივიღეთ უშუალებელი რაოდენობით, აი აქ რასაც გახავთ, ეს სამონაწერები არის დაახლოებით 100 ჰექტარი. ანუ 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აქვს საქართველოს უნივერსიტეტს, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ქართული ოცნების ხელისუფლების დროს პირდაპირ წესით სააუქციონო გზით შეძენილი. ანუ ქართული ოცნების ხელისუფლება 2017 წლიდან პირდაპირ წესით დახურული აუქციონებით საქართველოს უნივერსიტეტზე ყიდდა მიწებს და ეს მიწების გაყიდვა განვითარდა დიდი რაოდენობით. მაგალითად, ჭალაგიჩში, ხობის რაიონში. მაგალითად, ესე იგი 2 ჰექტარი სამშვილდეში, შენხარ ჩემი ბატონი, თეთრიწყაროს რაიონში. მაგალითად, ხობში კიდევ 2600 მეტრა. მაგალითად, ჭალაგიჩში 11 ჰექტარი ხობის რაიონში. ნუ მე გასაკვირია რა უნდა უნივერსიტეტს ჭალაგიჩში თქვა ხობში 11 და 15 ჰექტარი და სამშვილდეში 20 ჰექტარი და 30 ჰექტარი რა უნდა არის, მაგრამ მე გეუბნები ფაქტებს, რაც არის საქართველოს უნივერსიტეტს აქვს კოსტავას 77-ში დამატებით კიდევ 742 კვადრატი შენობა ნაგებობა დათრეული, ოღონდ ეს აქ დათრეული ქართული ოცნების პერიოდში რანაირად გასართობია. მანგლისში საქართველოს უნივერსიტეტს ალგეთის პარკთან აქვს 15 ჰექტარი. 15 ჰექტარი ქართული ოცნების დროს. მაგალითად, ხობის რაიონის ჭალაგიჩში 5000 კვადრატი აქვს აგე. სოფელ თეთრიწყაროს აბრამეთში, რაიონის თეთრიწყარო აბრამეთი, ესე იგი 32061 კვადრატი, ეს არის
შეხარჩევი ბატონი ქართული ოცნების პერიოდში 2021 წელს. ახლა გაჩვენებთ, რომ ნამდვილად ასეა, რომ აუქციონებით აძლევდნენ ქართული ოცნების ხელისუფლება, მაგალითად დაბა მანგლისი ნაკვეთი ბლოკი 100, ნაკვეთი ნომერი 10, 55,066 კვადრატი, რაც აუქციონის წესით დაიწერია გასაგებად 2022 წლის 22 ნოემბერს უპირობო აუქციონის წესით მიჰყიდეს ქართული ოცნების ხელისუფლებამ. კიდევ უპირობო აუქციონის წესით საკრებულომ თეთრიწყაროს რაიონის საკრებულომ ჯორჯიაშვილში მიჰყიდა 22,611, ანუ 2 ჰექტარ ნახევარზე მეტი. ნახევრის შეშეკულებით ესე იგი 7 ჰექტრამდე 67,680 კვადრატი, ანუ კინავამ 7 ჰექტარი აქვს ნაკიდი საქართველოს უნივერსიტეტს წალენჯიხაში. დიღმის საცდელ მეურნეობაში აქვს შეხარჩევი ბატონი დიდი რაოდენობით, ეს რომელი მეურნეობა არის, ვეძებუძებ რომ შეჭამა და გადაყაბა და საქართველოს წაართეს ეს მეურნეობა, ეს ის მეურნეობა არის. მაგალითად, სამშვიდეში აქვს კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, ეს რაც მოგახსენებთ საქართველოს უნივერსიტეტი, ანუ ორგანიზაციაზე. ეხლა მოგახსენებთ რა ქონება დააგროვეს ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებმა. ქალბატონი ჯული ალასანია იოსებიჩის ქუჩაზე აქვს ფაქტი 32 კვადრატი. ქალბატონი ჯული ალასანია 197 კვადრატი ჭავჭავაძის გამზირზე. ქალბატონი ჯული ალასანიას მიერ არის გადაფორმებული ჩუქებით მიშა სააკაშვილის შვილზე პეკინზე 95 კვადრატი დაჩუქარია. ესე იგი ჯული ალასანიას 2022 წელს უჩუქებია ედვარდი სააკაშვილზე. ნუ გასაკვირია ეს ყველაფერი. ჭავჭავაძის გამზირზე ქალბატონი ჯული ალასანია ფლობს ბათუმში 172 კვადრატს. ქალბატონი ჯული ალასანია ფლობდა და გადააფორმა თავის ახლობელზე 510 კვადრატი მუხად წყაროში. ქალბატონი ჯული ალასანიას სახელზე გადაფორდა მიშა სააკაშვილის ცნობილი სახლები პარალში და ვენახები, საიდანაც მიშა იწვევდა თავს. მე ვიდა ვკითხო ქართული ოცნების ხელისუფლებას. მიშა სააკაშვილის მიმართ დამდგარია 3 გამამტყუნებელი განაჩენი და ზიანის ნაწილში ეს ქონება უნდა ყოფილიყო დაღადაღებული. მიშა სააკაშვილის ქონება როგორ გადაფორმდა ჯული ალასანიაზე 2024 წელს. სალიკო პროკურატურა, სალიკო სასამართლო ეს ქონება რატო არ იქნა დაღადაღებული. აგერ ყვარელში ქონება, აგერ კიდევ ყვარელში ქონება ჯული ალასანიასი მიშას მიერ გადაფორმებული. შეხარჩევი ბატონი ქალბატონი ჯული ალასანიას აქვს მიწის ნაკვეთი ნატანებში. ქალბატონი ჯული ალასანიას აქვს მიწის ნაკვეთი თვითონ მას საცდელ მეურნეობაში 6,600 კვადრატი იქით დიღომში. ქალბატონი ჯული ალასანიას აქვს კიდევ 1046 კვადრატი საცდელ მეურნეობაში. ქალბატონი ჯული ალასანიას კიდევ აქვს 1554 კვადრატი საცდელ მეურნეობაში და ეს ქონებები რო შევაგროვო, ხო, მარტო თვითონ და კიდევ დამატებით ქალბატონი ჯულის აქვს ბათუმში გოგილაძის ქუჩაზე 172 კვადრატი. ეს ქონებები რო შევაგროვო, ხო, მარტო ქალბატონი ჯულის სახელზე აღმოჩნდა სადღაც 30 ჰექტარი მიწა და 15 ქონება თავისი იმით. ამდენ ქონებას ჯერ ამდენ ქონებას უნივერსიტეტის სახელზე, ამდენ ქონებას თავის სახელზე, მაგრამ ახლა ითხრათ როგორ გადამალა ქალბატონმა ჯულიმ და პრეზიდენტ სააკაშვილმა ქონება სხვის სახელზე როგორ გადამალა. ამ საქართველოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის შეხარჩევი ბატონი მანანა სანაძე, რომელიც თავის საახლობლოში შედის და ეხლა გეტყვით მანანა სანაძის სახელზე რა ქონებები გვაქვს. მანანა სანაძის სახელზე არის კიკეთში 1283 კვადრატი. მანანა სანაძის სახელზე არის დაბა მანგლისში 2883 კვადრატი. ჟიული შარტავაზე შეხარჩევი ბატონი 106 კვადრატი. თბილისში დაბა მანგლისში
2458 კვადრატი, ქვემორლისში დამატებით კიდევ 400 კვადრატი, სოფელ ნატანებში შენხარჩევი ბატონი შენობა ნაგებობებიანად 118 კვადრატი შენობა ნაგებობა და დანაშენიანება შენხარჩევი ბატონი ლემშვენიერაში გადამაში გვაქვს ძალიან უცნაური გარემოება მანანა სანაძეს გარდაბარში აქვს დაახლოებით 150 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რომელიც იმის შიშით რომ არ ჩამოერთმია სახელმწიფოს ესე ვთქვათ იურიდიული თაღლითობა ჩაიდინეს შექმნეს კომპანია სანთოფურ 9 რომლის დამფუძნებლებიც არის ქალბატონი თვითონ მანანა სანაძე და ვინმე თოფურია ეკატერინე და ამ სანთოფურზე გადააფორმეს ეს თავიანთი ქონებები ვითომ თავიანთი არ არის მაგალითად 60 ჰექტარი ლემშვენიერაში მაგალითად 30 ჰექტარი ლემშვენიერაში და ეს დასტურდება რომ სანაძეზე იყო და გადააფორმეს მაგალითად 630 კვადრატი შენხარჩევი ბატონი სოფელ ნაფედრებში მაგალითად 18 ჰექტარი სოფელ შვენიერაში ლემშვენიერაში ეს 18 ჰექტარი გადაფორმებული არის შემდეგი კომპანია რომელიც გადამალვის მიზნით გამოიყენეს ქონება რომ გადაემალათ არის კომპანია ესეთი NRG კომპანია და საინტერესო ის არის რომ ამ NRG კომპანიის დამფუძნებელი არის იული ალასანიას მეორე ქმრის თალიანის ოჯახის წევრები ანუ იული ალასანიას ბატონი სააკაშვილის მამა რომელიც იყო და მეორე ქმარი იყო თალიანი და ამ NRG საქართველოს დამფუძნებელი არის მეორე ქმრის ოჯახის წევრები და ლემშვენიერაში აქვს შენხარჩევი ბატონი აგრეთვე ერთი ქონება რომელიც არის 18 ჰექტარი მეორე ქონება ლემშვენიერაში გადაფორმებული 60 ჰექტარი შენხარჩევი ბატონი ლისზე კიდევ 539 კვადრატი და ლემშვენიერაში კიდევ 39 ჰექტარი სოფელ ლემშვენიერაში კიდევ 15 ჰექტარი რომელიც სანაძის სახელზე იყო და გადაფორმდა სანთოფურზე სოფელ ლემშვენიერაში კიდევ 10 ჰექტარი და შენხარჩევი ბატონი სოფელ ლემშვენიერაში კიდევ 12 ჰექტარი შენხარჩევი ბატონი დილმის მასივში ცალკე ბინა 107 კვადრატი ცალკე ლემშვენიერაში კიდევ 15 ჰექტარი ცალკე ლემშვენიერაში კიდევ 15 ჰექტარი ცალკე კიდევ აგერ ქვემორლისზე 499 კვადრატი დამატებით ლემშვენიერაში კიდევ 15 ჰექტარი დამატებით ლემშვენიერაში კიდევ 15 ჰექტარი დამატებით ლემშვენიერაში კიდევ 3 ჰექტარი დამატებით შენხარჩევი ბატონი ქონია ქონება მალთაყვაში რომელიც გადაუფორმებია ვიღაცაზე და ასე შემდეგ 8000 კვადრატი დიდთონეთში 8000 კვადრატი და რუსთავშიც შენხარჩევი ბატონი ქონია 875 კვადრატი და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე 71 კვადრატი ქონება და ნატანებში კიდევ ქონება 77 კვადრატი ეს ქონებები ესე დეტალურად იგივე ჩამოთვალე რომ ამ რამდენიმე დღის უკან მე მიმართე საქართველოს თავად პროკურატურას გენერალურ პროკურატურას ჯერ მიმართე საქართველოს უნივერსიტეტის ქონებებზე რაც ჩამოგიყვანეთ ომის დროს როგორ მიხიდა კი არა ერთად გადასცა იტაკი მიხეილ სააკაშვილმა თავის დედის კომპანიას რომელიც დაფუძნებულია მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტებიდან 6 თვეში 2004 წლის 21 ივლისს არის დაფუძნებული საქართველოს უნივერსიტეტი ეს იმისთვის დაფუძნდა რომ ამერიკიდან შემოეტანა მილიონობით ფული და ამ მილიონობით ფული გაებეჭებინა ქართველი ახალგაზრდობა მოეწყოთ ქართველი ენის გენოციდი ეცემათ ხალხი გაერგიათ და შემდეგ ეს მილიონობით ქონება ჩაერგეს წელში პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენებით
და პირველ რიგში მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ საქართველოს უნივერსიტეტის ქონების კანონიერების საკითხი და ამას დავამატე 2 დღის უკან გუშინ მივმართე საქართველოს პროკურატურას, რომ გამოეძიებინათ მანანა სანაძის და გიორგი ალასანიას ქონების კანონიერების საკითხი. რომ დავიცვათ დანაშაულობის პრეზუმპცია და არ თქვას უბრალოდ რომ მე ვინმეს დანაშაული დავაბრალებ, მე არ ვამბობ რომ ისინი ახლავენ კიდევ თუ არა დღეს და ვინმე დაიქიროს, მე ვამბობ რომ პროკურატურამ უნდა აწარმოოს ობიექტური გამოძიება, ობიექტურად უნდა იქნას გამოძიებული რა გზებით, რა საშუალებებით მოხდა ამ მილიონობით ქონების ხელში ჩაგდება, ვინ იყო ამაში მონაწილე პირები, ეკონომიკის სამინისტრო იყო, ვაკის გამგეობა იყო, ფინანსთა სამინისტრო იყო თუ მიხეილ სააკაშვილი თვითონ ვინც ამ დანაშაულებში მონაწილეობდა, ეს უნდა იქნას გამოძიებული, დადგენილი და პასუხისმგებაში მიცემული და ეს ქონება უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს, ვინც არის ნამდვილი მესაკუთრე უნდა ყოფილიყო ამ ქონების. ეს არის ამ ჩემი მოსაზრების პირველი ნაწილი და მეორე ნაწილს მოგახსენებთ აქედან გამომდინარე, რომ ვინაიდან ამდენი ასე რომ ვთქვათ იურიდიული საკითხები დავაყენე პროკურატურის წინაშე, მოგეცნობათ მიხეილ სააკაშვილი არის უკვე სამჯერ დასამართლელი და არის რეციდივისტი, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მიხეილ სააკაშვილი რეციდივისტია. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით უნებრივია იქნებიან აგრესიული, მათ აქვს მილიონობით დოლარის ქონება, აქვს მილიონობით დოლარის შესაძლებლობა იმისთვის, რომ დაიქირავონ დამნაშავეები და სიცოცხლის რისკის საფრთხე შეუქმნან ჩემ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. აქედან გამომდინარე, მე საქართველოს პროკურატურას მიმართავ განცხადებით, რომ არსებობს კანონმდებლობაში დაცვის სპეციალური კომისიების გამოყენება, მოწვეთა დაცვის სპეციალური კომისიების გამოყენება. მე ჩემი საქმიანობით ვცდილობ ხელი შეუწყო საგამოძიებო ორგანოებს და ჩემი საქმიანობით ვცდილობ დავეხმარო საგამოძიებო ორგანოებს დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენაში. ამის გარდა მე არაერთხელ მithქვამს, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვინც 2012 წლიდან მოყოლებული მაშინ გენერალური პროკურორის არჩილ კვილაშვილის პირადი თხოვნით მივეცი პროკურატურას 32 გვერდიანი ჩვენება, სადაც დეტალურად მოკრები ნაწილზრაობის რეჟიმის დროს სპეციალსახურებისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაულები. ეს აღნიშნული სისუსამართლის საქმე დევს პროკურატურაში და იმ სახლის მასალების გამოყენებით საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ზეგავლენის ქვეშ მოაქცია სასამართლოს მოხელეები და პროკურატურა იმ ხელოვნების გამოყენებით. აქედან გამომდინარე, პროკურატურამ ძალიან კარგად იცის, რომ ის თანამდებობის პირები და ჩემს მიერ დასახელებული მილიონობით დოლარის მქონე ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის ოჯახი რეალურ საფრთხეს შეუქმნის ჩემს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია სახელმწიფო დაიცვას ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მიმართავ საქართველოს პროკურატურას გამოიყენოს დაცვის სპეციალური კომისიები და უზრუნველყოს ჩემი სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვა იმდენად, რამდენადაც თუ საქართველოს პროკურატურა იქნება ობიექტური და დაიწყებს გამოძიებას აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, ის ესეთი დადგება ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირის და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ალასანიასა და სხვა პირების პასუხისმგებაში მიცემის საკითხი. უნებრივია ამას ჭირდება შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა, ამიტომ მიმართავ პროკურატურას ერთხელ მაინც ამ ხნის განმავლობაში, რაც საქართველოს ხელისუფლებაშია, პროკურატურა არც ერთ შემთხვევაში არ მოქცეულა ისე, როგორც ეკადრებოდა, ანუ რასაც კანონი ითხოვდა, კონკრეტულ მაგალითებს დავასახელებ, მაგალითად ნატა ფერაძემ, რომელმაც სამების დიდ ტაძარში შეგვეციოს მისი მადლი, ხატი დააზიანა
ჩემი განცხადებით მიმართე პროკურატურას და გამოძიება არ დაიწყო და ფერადის ხელი დააფარეს. მაგალითად მიმართე პროკურატურას მოსამართლე ხუთუას მიერ რაღაც სულელური გადაწყვეტილების გამო, რომელიც წინასწარ გამოაცხადა ალეგო ელისაშვილმა, პროკურატურას უნდა დაედგინა საიდან იცოდა ალეგო ელისაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ. ამ შემთხვევაშიც პროკურატურამ ხელი დააფარა როგორც ხუთუას, ასევე ალასან ელისაშვილს და ფარლამენტი გამოდგა, რომ ხუთუას ოჯახის წევრი, ანუ მეუღლე, მამალი ნაციონალი იყო და ის იყო ამ ყველაფრის მხარდამჭერი. მაგალითად, მიმართე პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის მიერ თავის პრეზიდენტობის პერიოდში 53,100 კაცზე მოქალაქეობის პირდაპირ გზით მინიჭების თაობაზე. აკდევს ეს საქმე, აწერია გოჩა სააკაშვილს ესეთი გამოძიებელი ბრძანდება, რომელმაც ესე იგი არც კი მოახდინა რეაგირება, რომ დაწყებულიყო გამოძიება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გამორიცხულია პრეზიდენტმა 53,000 კაცს მიანიჭოს მოქალაქეობა ისე, რომ არც ერთ შემთხვევაში არ დაასაბუთოს, რატომ აძლევს ამათი პირის მოქალაქეობას. ანუ თვალნათლივია, რომ პროკურატურა არ იძიებს იმ საქმეებს, რაც პოლიტიკურ ინტერესში არ შედის, მის პოლიტიკურ ინტერესში, ამიტომ საჭიროა პროკურატურა გამოფხიზდეს და რეალურად დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. აი ეს არის ძირითადი გარემოებები, რაც მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოძიებისთვის. აქედან გამომდინარე, პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავ, რომ დაიწყოს გამოძიება შესაბამის საქმეებზე და დაიწყოს გამოძიება ჩემს მიერ ბოლო დროს აგერ ალასანიასა და საქართველოს უნივერსიტეტის შესაძლო დანაშაულების თაობაზე. მე მზად ვარ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ამ წლის განმავლობაში არაფერს არ აკეთებს, მე მზად ვარ დავეხმარო გამოძიებას, იმიტომ რომ ახლა ლაპარაკია ქვეყნის ინტერესებზე და არა პირად ინტერესებზე. ვერც ერთი მაღალი თანამდებობის პირი ვერ დამისახელებს ერთ შემთხვევასაც კი, რომ როდისმე მე პირადი გარემოების გამო მიმართე მათ და რაიმე პირადი თხოვე. ასეთ შემთხვევას ვერ დამისახელებთ. აქედან გამომდინარე, ჯობია მიხედოთ ქვეყანას, რომ ქვეყანა თავზე არ დაგექცეთ. აი ეს არის ჩემი მოსაზრება, ეს იყო ჩემი საავტორო გადაცემა განსხვავებით და ერთმა კარგად გამოხდა.